დღეს პროევროპული პროტესტის 79 დღეა. საქართველოს მოქალაქეები კვლავ აპროტესტებენ ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლას და მოითხოვენ აქციის დროს დაკავებული თანამოქალაქეების გათავისუფლებას. მათივე განცხადებით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რადგანაც აქციები იმართება, პოლიციელები მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდნენ. და დღევანდელ მიმოხილვაში ვისაუბრებთ იმ ორ ოფიციალურ დოკუმენტზე, რომელიც ატვირთულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე და ეხება პოლიციის ეთიკას. პირველი მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება 999-ზე. ეს არის დისციპლინური წესების დამტკიცების შესახებ ბრძანება. აქ გრაფიკულად გიჩვენებთ თუ რაზე არის საუბარი, რა ტიპის გადაცდომებზე. ეს არის სამსახურებრივი მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება, სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება, ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ უხეში და უღირსის აქციელი შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. და ამ გადაცდომებისთვის ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დისციპლინარული პასუხისგება ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს. როგორც ხედავთ, ერთ-ერთი პუნქტი არის პოლიციელთა მხრიდან ზნეობრივი და ეთიკური ნორმების დარღვევა. და მნიშვნელოვანია, რომ მეორე დოკუმენტი არის ეთიკური წესები, პოლიციის ეთიკის კოდექსი, რომელიც ასევე არის ატვირთული ოფიციალურ ვებსაიტზე და ახლა გრაფიკულად გიჩვენებ თუ რა ტიპის ინფორმაცია ამ მეორე დოკუმენტში ასახული. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რის დაცვაც ევალება პოლიციის თანამშრომელს. ეს არის ღირსების პატივისცემა, პატივუნაცეს ადამიანის ღირსებას პოლიციამ, სიცოცხლის უფლებას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, აზრის სინდისის აღსარებლობის უფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, მშვიდობიანი შეკრების უფლებას და ასე შემდეგ. დოკუმენტში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ზემოქმედების დროს პოლიციელმა უნდა უპირატესობა მიანიჭოს ისეთ საშუალებებს, რომელიც ნაკლებ ზიანს მიაყენებს მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებს. და პოლიციის ეთიკის კოდექსის მესამე თავში საინტერესო პუნქტი არის, მე მინდა ციტატა შემოგთავაზოთ, პოლიციელები უნდა იყვნენ კორექტულნი და საზოგადოებრივი წევრების მიმართ არ გამოიჩინონ უხეშობა, შეიკავოთ თავი ძალადობისგან, შეურაცხყოფელი ქცევებისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულებისგან. და ამ ყველაფრის ასე ვთქვათ, სანქცია ზემოქმედება არის, ეს ყველაფერი იწვევს დისციპლინარულ პასუხისგებლობას პოლიციის თანამშრომელთა მიმართ. ეს დოკუმენტები იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც აღვნიშნეთ, აქციის მონაწილეები საუბრობენ, რომ პოლიცია მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობს და ვრცელდება არაერთი ვიდეო მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ აგინებს პოლიციის თანამშრომელი აქციის მონაწილეებს და ასე შემდეგ.